ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც საქართველოს შესახებ ჯო ვილსონის ინიციირებულ შესწორებებს მოიცავს, პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. პროექტს 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 212 კი წინააღმდეგ მისცა ხმა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში რუსეთსა და ჩინეთის სადაზვერო ქსელების შესახებ კანონის ამოქმედებიდან არ აუგვიანეს 180 დღისა, თავდაცვის მდივანმა ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან კოორდინაციით კონგრესის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც მომზადებული იქნება სადაზვერო წყაროებისა და მეთოდების დაცვის მოთხოვნების შესაბამისად. შეისწავლიან საქართველოში რუსეთსა და ჩინეთის სადაზვერო სტრუქტურებს. შეფასდება საქართველოში რუსეთსა და ჩინეთის გავლენის და თანამშრომლობის შესაძლო გადაკვეთის ფორმები. კანონის ძალაში შესასვლელად მას სენატმაც უნდა დაუჭიროს მხარი, ამის შემდეგ კი უკვე დოკუმენტი ხელმოსაწერად გადაეცემა პრეზიდენტს. როგორც რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოება, ასევე სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება და კავშირებადობა დასავლურ სამყაროსთან არის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი დღეს როგორც შეერთებული შტატების, ასევე სხვა დასავლური სახელმწიფოების. ამიტომ ირაკლი კობახიძეს აინტერესებს ეს საკითხი თუ არ აინტერესებს, ეს არის გლობალური ეკონომიკა, ეს არის გლობალური პოლიტიკა და საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც შეიძლება გარიყულად და გამიჯნულად იყოს მთლიან გლობალური პროცესებისგან. მსგავსი ფაქტებით, რეზოლუციების გადაწყვეტილებებით, სანქციებით, ერთ-ერთ რამეს ვიგებს და ერთ-ერთ რაღაცას იგებს საქართველოს მოქალაქეები. ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკური კურსი ყველაზე კარგად იკვეთება აი ესეთი ფაქტების დროს. როცა ამერიკაზე ევროკავშირის ორივე გველაპარაკება იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ინტერესები მოძლიერებულია და ხშირ შემთხვევაში ფაქტები შეიძლება არსებობდეს, რომ რუსეთი სანქციების ავლიც საქართველოს იყენებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის. ეს სხვას არაფერს არ გამოხატავს, გარდა იმისა, რომ ქართულ ოცნებას საგარეო კურსი საერთოდ სხვა მიმართულებით აქვს. ნებისმიერი ჯო ვილსონის ინიციირებული აქტი შინაარსი არის აბსოლუტურად იდენტური და ერთი და იგივე ის რომ ჩვენ თურმე უახლოვდებით და საქართველოში ხდება ჩინეთიზაცია, ჩვენ ვართ თურმე ახლოს რუსეთთან და რუსეთის გავლენები ხდება საქართველოში, აქედან გამომდინარე ეს აქტიც იქნება, ესე ვთქვათ, ამ აქტსაც არ იქნება განვითარება, იმიტომ თვითონვე მისივე მიღებული აქტის თვითონვე აკეთებს ამ აქტის კორექტირებას და შესაბამისად ჯამი არ შეიცვლება. როგორც ჩვენი მოქალაქეები აკვირდებიან, ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ნაბიჯ ხორციელდება ურთიერთობების აღდგენის პროცესი. ჯო ვილსონი არის ძალიან არასერიოზული ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, ავიდან ბოლომდე ატარებს ჩვენი აგენტურული ოპოზიციის ხას ნულოვანი მონაწილეობა აქვს მას ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის განსაზღვრაში. ჩვენთვის საინტერესოა კონკრეტულად ის ადმინისტრაცია და ის ხელმძღვანელები დღევანდელი, ასე ვთქვათ, მთავრობის ამერიკის შეერთებულ შტატებში რა ხას გაატარებენ კონკრეტულად ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში.